ვინ ფლობდა რუსთავს თამარის მეფობის დროს? და მთავარი შეკითხვა: როგორ მივდივართ ამ ისტორიიდან შოთა რუსთაველამდე? თამარის მეფობის პერიოდში რუსთავს მართავდა ძლიერი ფეოდალი აბულასანი. მას ეკავა უმნიშვნელოვანესი თანამდებობა სამეფო კარზე და ამასთან ერთად იგი აკონტროლებდა დიდ ტერიტორიას, რუსთავს და ჟინვანს. მაგრამ ყველაფერი იცვლება გიორგი რუსის აჯანყების შემდეგ. აბულასანი ამ აჯანყებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და დამარცხების შემდეგ იგი კარგავს ყველაფერს, თანამდებობასაც და ტერიტორიებს. მისი სამფლობელოები ნაწილდება. რუსთავი გადაეცემა ზაქარია მხარგრძელს, ხოლო ჟინვანი კი ჭიაბერს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ეტაპია. მოგვიანებით ყველაფერი იცვლება და რუსთავის ტერიტორია მთლიანად გადადის ჰერეთის ერისთავების ხელში. აქ ჩნდება ჰერეთის ერისთავი ასათი, რომელსაც მთლიანად გადაეცემა არიშის ტერიტორიები. ეს ტერიტორიები კი რუსთავის სამფლობელოში შედიოდა. საიდან ვიცით ეს? არიშიანები ისტორიულად სწორედ ამ ტერიტორიას ფლობდნენ. არიში ერქვა თავად რუსთავის ციხეს. დღემდე მისი კვალი დარჩენილია სახელში რიშა კალა, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ასათი იღებს არამხოლოდ მიწას, არამედ თანამდებობას, რომელიც აბულასანს ეჭირა, მეჭურჭლეთ უხუცესობას, ანუ სამეფოს ფინანსურ ძალაუფლებას. ეს ნიშნავს, რომ რუსთავი არ გადავიდა ერთი მფლობელობიდან მეორეს ხელში, არამედ გადაეცა მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. და მე-13 საუკუნეში უკვე ვხედავთ, რომ ეს ტერიტორია ჰერეთ-კახეთის სისტემაში. ახლა სურათი იცვლება. რუსთავი არ არის შემთხვევითი ქალაქი. ეს არის ადგილი, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ საგვარეულოს, კონკრეტული ძალაუფლებით. სწორედ ამ გარემოში უნდა ვეძებოთ პასუხი, ვინ იყო შოთა რუსთაველის წინამძღოლში. თუ გინდათ გაიგოთ მეტი შოთა რუსთაველის შესახებ, მაშინ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს და ლაიქება და ჩვენი გვერდის გამოწერა.